მე ვარ ელეონორა თურმანიძე, კომპანია ფაბერიკის უფროსი დირექტორი, ხელვაჩაურის სააგენტოს ხელმძღვანელი. ჩემი ძირითადი პროფესია არის პედაგოგი. ფაბერიკში მოვედი 2013 წელს. მე მინდოდა რომ მქონოდა დამატებითი შემოსავალი და მეორე ბიზნესი, ამიტომ აქ დავინახე მე რომ ალბათ შევძლებდი მეთქი მეორე ბიზნესის წამოწყებას. ძალიან გამიმართლა რომ მე მოხდი ქალბატონ ჟუჟუნა ზოიძესთან. იმიტომ რომ ისეთი სტიმული მივიღე, ისეთი დავალება მივიღე ქალბატონ ჟუჟუნასგან, რომლის შესრულების მეშვეობითაც უკვე ერთ თვეში გავხდი სააგენტოს მფლობელი, ხოლო ორ თვეში უკვე ვიყავი კომპანია ფაბერიკის დირექტორი, 6 თვეში კი უკვე გავხდი უფროსი დირექტორი. სააგენტოს გახსნისთვის მჭირდებოდა პირობა იყო, უნდა გამეკეთებინა 600 ქულა. ქალბატონ ჟუჟუნასთან მოვედი ჩემი ნამუშევარით 228 ქულით, მაგრამ ერთ დღეში ისეთი აქციები განახორციელა ჟუჟუნა ზოიძემ, რომ ჩვენ ბალიშების აქცია გავუშვით, ყველა ჩემს კონსულტანტს, რომელმაც გარკვეული პირობა შეასრულა, ბალიშები აჩუქა ქალბატონმა ჟუჟუნამ. მეორე დღეს უკვე მე 669 ქულა მქონდა, ასე 1 სექტემბერს გავხდი სააგენტო პუნქტის მფლობელი. ორ თვეში უკვე ვიყავი დირექტორი, აგიც იყო ბრძანება მოცემული, რომ ეს უნდა გაკეთდეს აუცილებლად და მე ისეთ აქციაში მოვხდი, რა თქმა უნდა, მე ნულით მოვედი, ამიტომ ეს ყველაფერი ინფორმაციას ვფლობდი ჩემი დირექტორისგან. მე მივიღე 1800 ლარის საჩუქარი სააგენტოსთვის, 1800 ლარი პრემია აგიც სააგენტოს, რომელიც ეხებოდა ჩქარის სტარტით დამერიცხა 1000 ევრო და დირექტორობის კიდევ 1000 ევრო. ანუ პირველი ხელფასი, როცა მე ანგარიში გავხსენი TBC ბანკში და პირველი ხელფასი ჩამერიცხა 4200 რაღაცა ლარი, არასდროს არ დამავიწყდება. მე მეგონა რომ ეს იყო შეცდომა, შიშით გამოვიქეცი ჟუჟუნა ზოიძის სააგენტოში, რომ მე მგონი რაღაცა შეცდომაა დაშვებული, ასეთი ხელფასი არ უნდა მქონდეს, მაგრამ ეს იყო ნამდვილად ჩემი ხელფასი. ვერაფერს ვერ გახდება ადამიანი თუ ის არის მარტო. მას უნდა ყავდეს ძლიერი ლიდერი, ძლიერი ხელმძღვანელი, როგორც ოჯახს სჭირდება ძლიერი და ჭკვიანი ოჯახის თავი, ისე გვჭირდება ჩვენაც აქ ფაბერიკში. ეს არის ქალბატონი ჟუჟუნა. ვერაფერს ვერ გავხდებოდი მე რომ ამყოლოდა გვერდით ისეთი გოგონები, ისეთი ლიდერები, როგორებიც არიან მანანა ცინცაძე, როგორიც არის ირინა ანანიძე, როგორიც არის ჩემი უსაყვარლესი, ჩემი მეგობარი, ჩემი ბავშვის მეგობარი, რომელიც ძალიან ჩქარა გახდა დირექტორი, არის მზია წითელაძე. დიდი მადლობელი ვარ, რომ მე დღეს ეს სტატუსი მაქვს და აქ ვზივარ და ეს სააგენტო არის ჩემი არა, ეს არის ჩვენი ხელვაჩაურის სააგენტოა. მომდევნო ჩემი ნაბიჯი, როცა მე უკვე სანამ გავხდი უფროსი დირექტორი, ისევ და ისევ ჩემი ოჯახის უფროსმა, ქალბატონმა ჟუჟუნამ, ფაბერიკის ოჯახის უფროსმა გამოაცხადა აქცია. ბრილიანტის ბეჭედი იმას, ვინც გააკეთებს უფროს დირექტორობას. ძალიან მინდოდა ბეჭედი და ეს ბეჭედი მე მაქვს. დიდი მადლობა ამისთვის. ეს ჩემთვის არის ძალიან ძვირფასი. იმიტომ არა რომ ძალიან დიდი თანხის, იმიტომ რომ ეს არის ქალბატონის ჟუჟუნას საჩუქარი. მე ყველაფერს, რასაც ვსწავლობ, გადმომაქვს ხელვაჩაურის სააგენტოზე, ვცდილობ გავიმეორო და ისევე გავაკეთო, რომ მინდა უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო. ქალბატონ ჟუჟუნას ვაძლევ სიტყვას, შემდეგ კატალოგში გავხდები ვერცხლის დირექტორი. ღმერთისნებით ძალიან მინდა მივაღწიო ოქროს დირექტორობას. ნახოთ, მე მგონი არ არის ეს ოცნება, ღმერთით მე მაგას ყველაფერს შევასრულებ ჩემი დირექტორის, ჩემი გოგოების მეშვეობით და გოგოების წინსვლა გამახარებს აუცილებლად და ღმერთით, როგორც ჩემი წინსვლა უხარია ჟუჟუნა ზოიძეს,
ისე ჩემი გოგოების წინსვლა გამიხარდება მე. მე ვიცი რომ მაგას მივახცებ. დიდი მადლობა. შედევრ